მე მინდა უბრალოდ უთხრა აი ჩვენს ტელემაყურებელსო ამაზე უფრო წესიერი ხალხი ფერეიდნელი ქართველი წესიერი ხალხი არ არსებობს. არ არის ხუმრობით არ ამბობენ 400 წლის განმავლობაში ფერეიდნელი არ მოუკლავს. კრიმინალი არ ხდება. ეს ადამიანები ტყუილს არ ამბობენ. როდესაც ფერეიდნელი სასამართლოში მოწმედ გამოდის, მტკიცებულების ძალა აქვს ამის მოწმობა სხვა ირანელ მოქალაქესთან შედარებით იმდენად წესიერი და პატიოსანი ადამიანები არიან და იმდენად კარგად და ისე უყვართ საქართველოს გიორგი არ ვიცი ახლა თქვენ ამყოფი ხართ თუ არა დროებაში ძველ დროებაში გავიდა პირველი დიდი რეპორტაჟი ფერეიდაზე და სხვათა შორის მაია ასათიანი იყო დროების ჟურნალისტი მაშინ და ავტორი ამ სიუჟეტის ეს ყველას ახსოვს მე მგონი მე ჩამოვედი დამოუკიდებლობა და იქიდან მოყოლებული და მანამდეც მაქვს მე კავშირები აი ამ საზოგადოების წარმომადგენლებთან და ძალიან მწუხვარი იმის გამო როგორც ეპყრობა მას ქართული სახელმწიფო საოცარ პატრიოტებთან თავის ქვეყნის პატრიოტებთან გავატარე რამდენიმე დღე და გეუბნებით რომ აი ვინც არ არის ნამყოფი ყველას უსურვებ რომ წავიდეს და რა ხდება ახლა ამ ადამიანებთან მიმართ 2000 ესე იგი 18 წლის შემდეგ არც ერთი ადამიანისთვის არ მიუცია მოქალაქეობა ბინადრობა ვისაც ჰქონდა და გააძევეს საქართველოსთან გაუშვეს და ეს ხდება მომიზეზებით რომ უსაფრთხოების ფაქტორი მოქმედებს თურმე. მაშინ როდესაც 3000-მდე რუსეთის მოქალაქეს აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქეობა ბოლო სიუჟეტში ეს იქნებოდა, ხო? ესე იგი 3000 და უსაფრთხოების მომენტი იქ არ მოქმედებს. ოკუპანტი ქვეყნის მიერ კი ეთნიკურად შეიძლება ქართველი იყოს, მაგრამ ესე იგი იქ არ მოქმედებს უსაფრთხოების ფაქტორი და აქ მოქმედებს ამ ადამიანებთან. ეს როგორ შეიძლება და უბრალოდ ელემენტარულად ხო ანტიქართული ქმედება არის. ანტიპატრიოტული ქმედება უსამართლობის პიკი თუ შეიძლება წარმოიდგინო ეს არის როგორ შეიძლება ისეთ გამართულ ქართულს ლაპარაკობენ გიორგი მე არ ვლაპარაკობ ურევ ხოლმე ხან რუსული სიტყვა გამერიბის ლაპარაკში ხან რაღაცა ბარბარიზმია ხან რაღაც შემოსული უცხოური სიტყვა ესეთი ამბები მე ისეთ ქართულს ლაპარაკობენ და ისეთი ხალხია მე არ ვიცი მე წამოვედი ისეთი განწყობით რომ იმედია რომ კიდე ჩავალ და მინდა ჩემი შვილებიც წავიყვანო და ვანახო როგორ შეიძლება 400 წელი შენი ქვეყნიდან იძულებით გადაგასახლონ და როგორ შეიძლება დარჩი ასეთი პატრიოტი და მოყვარული საკუთარი ქვეყნის შვილებს როგორ ძდიდნენ წლების განმავლობაში ცუდად თუ მოიქცეოდა რომელიმე ბავშვი საქართველოში ეწყინება თუ ამას ნოაკეთებო ესე ელაპარაკებოდნენ თავის შვილებს და ესეთი სულისკვეთებით ყავთ გაზრდილი მაშინ როცა არც ერთი ქართული სკოლა არ არის ფერეიდანში ყველა უზადო ქართულს ლაპარაკობს ოჯახებში აკეთებენ ამას. ესეთი ხალხია და ამ ადამიანებსო არ მიცემ ბინადრობას, არ მიცემ მოქალაქეობას, არ შეუწყობ ხელს. კომუნისტები რო კომუნისტები იყვნენ, ისინიც კი სხვათა 70-იან წლებში პირველი ნაკადი მცირე რაოდენობის ოჯახების მაშინ ჩამოვიდნენ და შეუწყეს ხელი და ესენი კომუნისტებზე უარესები არიან ამ ნაწილში, განსაკუთრებით ბოლო ჟამის კომუნისტებზე. ბატონ ზვიად, ეგ ამბები არ გამოსწორდება თუ ამ სახელმწიფოში რაღაც ირეულად არ შეიცვალა, თუ მართლა ეროვნული პოლიტიკა, ეროვნული ინტერესებზე აგებული პოლიტიკა არ ჩამოყალიბდა და ამ ხრივ ისეთი მოვლენების მომსწრენი ვართ რომ აი მაგალითად მე როცა ვარჩევ თანმიმდევრობით პრიორიტეტულობით რა თემები დავალაგო იმ დღეს უკვე ძალიან მიჭირს იმიტომ რომ დღეს იმაზე ვილაპარაკოთ რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კონგრესს შეუთვალა რომ შენ თუ ისე არ მოიქცევი როგორც მე გეუბნები ამერიკის კონგრესი ძველ დიდებას დაკარგავსო ბრიტანეთის პარლამენტის და ევროკავშირის პარლამენტების ავტორიტეტის მსხრევის მსგავსათო ან დღეს რომ მიიღო და ამ დღეებში გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო დონეზე ან ირაკლი ოქროაშვილი გაუშვა საპატიმროში იმის გამო რომ გირავ არ გადაიხ აი რომელს მიუყვეთ უკვე აღარ ვიცით რა ეტაპზე ვართ რა ფაზაშია შესული ეს რეჟიმი გიორგი ორი სიტყვით თქვენს ნებართვით ამ საქართველოს ამერიკის ურთიერთობებს შევეხები და ვიტყვის შემდეგ რამს ახლა მე მოусვინე ქაბატონი თინას გამოსვლას და იმან რაც ლაპარაკა იმას არ გავიმეორებ სხვა რამეს ვიტყვი იძინა ივანიშვილისთვის ამერიკასთან გაფუჭებული ურთიერთობა არის გაცილებით საშიში მისთვის და მის ხელს თვითონ ასე ხედავს, ვიდრე ევროკავშირთან. ის ალაგებს პრიორიტეტებსაც. მას უნდა ძალიან ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაალაგოს ურთიერთობა და ჩვენ ხედავდით, ხო? არჩევნების წინ ამბობდა რომ დავალაგებთ, გავაკეთებთ ყველაფერს და ბოლო დამთავრდა ეს ყველაფერი ეს
ოდისია ამერიკულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის დამთავრდა ღია წერილით, რომელიც ეგრეთ წოდებულმა პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა. ეს ღია წერილი არც სტანდარტში რომ არზის და რომ არის ბიძინა ივანიშვილის სულისკვეთების გამეორება, ეს არის ერთი ფაქტი, თორემ მას სხვა მეტი დანარჩენი სხვა მნიშვნელობა და დატვირთვა და ღირებულება არ აქვს. ერთსა შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ თავიდან როცა სანქციებზე ლაპარაკი იყო, ღლიცინებდნენ, ხუმრობდნენ ბებია და ბაბუა არ წასულა უცხოეთში და არც მე არ წავალ, ჩემ სოფელში წავალ, დიდი ამბავი ეხა იქ თუ არ წავედი რაღაც და ეხლა უკვე ხედავთ რომ უკვე პარლამენტი აკეთებს განცხადებას, რომ ესე იგი რატომ ღებულობ მეგობარ აქტს, რატომ ესე იგი არ ამყარებ ჩვენ და ესე იგი deep state-ი ასე შემდეგ შეშინებულებიც არიან, გაღიზიანებულებიც არიან ყველა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ყველაზე კარგად იცის მილიარდელებთან ურთიერთობა. ეს ერთი მილიარდელი მძევლად რა გვიყვანა მთელი ქვეყანა და რამდენი მილიარდიც არ უნდა გქონდეს. ეხლა არ მოხდა იმ ფორსის ანგარიშებში, იმიტომ რომ გადანაწილებულია ქაშკარა თავის ოჯახის წევრებზე ქონება და როცა დაცოტავდა აღარ მოხდა იმ 500-ში თუ რაღაცაში. 4000-ზე მეტი მილიარდელი არის სოფლიოში და ამერიკაში დიდი ნაწილი. ვინ და ამერიკამ იცის ყველაზე კარგად მილიარდელები იმის გარდა რომ ფული აქვს, მათი ძალაუფლება არ უნდა იყოს ისეთი რომ ყოველას თავზე დააჯდნენ და იქ ისეთ მილიარდელებზეა ლაპარაკი, რომელსაც 500 მილიარდი აქვს, 450 მილიარდი აქვს და რაღაცა და ამ 7 მილიარდიან კაცმა კარგად იცის რომ ძალიან საშიშია მისთვის ესეთი როცა დენთის კასრზე ზის ამერიკასთან ურთიერთობაში. რას გააკეთებს? უყურებს, დარწმუნებული ვარ, რა მოხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე, როგორ დაალაგებს ტრამპი, ამერიკა, ევროკავშირი რაღაცა და რამდენად იქნება რუსული პოზიცია იმდენად მყარი, რომ შემდეგ ამას ჩაებღავიჭოს და როგორმე ესე იგი თავი გადაარჩინოს, მაგრამ არ ვითარდება მოვლენები მისთვის სასიამოვნო და საჭირო სცენარით აშკარად, იმიტომ რომ ხედავთ ძალიან კარგად, რომ ეს მეგობარი აქტი არის დოკუმენტი, რომელსაც ორი პალატა მიიღებს. კომიტეტებმა რომ მიიღო თავი დავანება და პრეზიდენტი ხელს მოაწერს. ანუ გამოდის რომ მთელი სახელმწიფო ყველა შტო, რომელიც კი არის ამერიკაში, ყველა ამბობს რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსლის გამო უნდა და თან მაგრიც კი სია. ვინმეს თუ გონია არა მარტო დემოკრატიის უკუსლის, არამედ ამერიკის სტრატეგიულ მტრებთან თანამშრომლობის. კი, დემოკრატიის უკუსლის გარდა არის, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც ალბათ რესპუბლიკელები ამ მეგობარ აქტს ხარს უჭერენ და ასე შემდეგ, მაგრამ ერთს რასაც ვამბობ ის არის რომ ამერიკის შეერთებული შტატებთან ასეთი ურთიერთობა ამ ერთი ციცქნა ქვეყნის და მისი ერთი ოლიგარქის, რომელსაც გონია რომ ახლა ყველაფერს ამართავს და ყველაფერს აკონტროლებს, დენთის კასრზე ზის ნამდვილად ვამბობ და ეს ყველაფერი როგორ განვითარებას იპოვის, ჩვენ ამას ყველაფერს შევხედავთ. ისიც ახლა რასაც აკეთებს პარტიების გაუქმება, რასაც აკეთებს ოპოზიციური პარტიები, მე ახლა თქვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გაქვთ პოლიტიკურ ცხოვრების და ათეული წლების განმავლობაში საქართველოში აკრძალული იყო ისეთი პარტია, რომელსაც ჰქონდა სეპარატისტული დაუშვათ შინაარსით იყო შექმნილი. მაგალითად, თუ პარტიას უნდა იმერეთი გამოყოს საქართველოში ცალკე სახელმწიფოდ და იმერეთის რეგიონში მარტო ფუნქციონირებს, ასეთი პარტიის არსებობა არ შეიძლებოდა რა. იმერეთს იმიტომ ვახსენებ, რომ არ მინდა სხვა რეგიონი ვახსენო, ახლა ესეთი თემა იყო და ეხლა, როდესაც ჩემი პარტიების აკრძალვაზე შემოგაქვს ახალი სხვა პარამეტრები, ანუ პარტიებს ძალავ, იმიტომ რომ ოპოზიციურად არის განწყობილი. ანუ რო გაკრიტიკებს ოპოზიციის ფუნქცია ესაა რომ ხელისუფლება აკრიტიკოს. ამის გამო კრძალავ, ესე იგი პირდაპირ ძირში ურტყამ იმ საფუძველს, რომელზედაც ესე იგი დემოკრატია დგას, ქვეყნის განვითარება დგას და ასე შემდეგ. როდესაც სხვა შორის ახლა დავფიქრდი და ერთ-ერთი მთავარი მაგალითი მოვიყვანოთ, რო კითხეს იქ დინარაძეს და ვიღაცებს, იქ ხო კოლექტურ ნაცმოძრაობაზეა და ნაციონალურ მოძრაობის ფესვებზე და საარჩევნო ბლოკი ნაციონალური მოძრაობის მაშინ თქვენი ყავით სამს შორის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ახლა ვიცი და ახლა იმის გამო რომ თქვენ ზვიაძიძიგურს ესტარსული გაქვთ და ხართ გახარიას პარტიაში, ამ კანონით გახარიაც უნდა იკრძალოს. არა მარტო იმის გამო რომ კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლად გახარიაც მიეჩნიათ, არამედ ინფორმალურ მიზეზის გამო. აღრაფერი აღარ მიკვირს. ის რაც მეგონა რომ შეუძლებელია რომ გავიარეთ ეს ამბავი, ეს არასდროს არ დაბრუნდება. დღეს ახლა ოქროაშვილი დააპატიმრეს, ახლა მისი ნაბიჯი
ეს გაბედული ნაბიჯია და პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ხელისუფლება რას აკეთებს, როგორ უნდა დააშინოს მთელი სამოქალაქო საზოგადოება, ეს ხო იმის ილუსტრაცია, ნათელი დადასტურება, მეტი არაფერი არა, მაგრამ ვერ დააშინებს, საქმე იმაშია. ვერ დააშინებს, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ არის, ესე იგი, ხელწამოსაკრავი ქვეყანა. მე მახსოვს 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ეროვნული მოძრაობის დროს, რომ ჩაეყარა საფუძველი მრავალპარტიული რომ უნდა იყოს ქვეყანა, რომ მედია თავისუფალი უნდა იყოს, რომ საქართველო თავისუფალი უნდა იყოს, რომ რუსეთის ორბიტიდან უნდა გავიდე, ამაზე თაობები გაიზარდა, გიორგი უკვე. ამაზე გაიზარდა, ჩემმა შვილებმა რუსული არ იციან. ჩემი შვილები უკვე 23-24 წლის არის უფროსი, 23 წლის და არ იციან. ხო, ბატონზვიათ შეცდომას რაში? თქვენი შვილები რო ესე გაიზარდა, მე დავწუნებულ ვარ ამაში, მინახავს ვიცი თქვენი შვილების ამბავიც, მაგრამ რაღაცა ნაწილი როგორც ჩანს სხვაგვარად გაიზარდა. მათ შორის აი ძალოვანი სისტემის წარმომადგენლები. დღეს გამოქვეყნდა არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევის შედეგები და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არათუ ვაშუქებდით, მონაწილეები ვიყავით და გვინახავს და ასე შემდეგ, აი იქ უკვე ჩვენებებში მონათხრობები, აი რაც წავიკითხე, ნაწილი წავიკითხე, უზარმაზარი დოკუმენტია, შემზარა უბრალოდ შემზარა იმის გამო, რომ უბრალოდ ქართველმა კი არა, ადამიანი როგორ შეიძლება ასე მოეპყროს ახალგაზრდებს, ქალებს. აი წარმოუდგენელი რაღაცები წერია, როგორ იქცეოდნენ. ეს ადამიანები სად გაიზარდნენ თქვენი აზრით? ამ ადამიანებს ეყრდნობა ახლა ის სისტემა, რომელსაც ელექტორალურად გულის მოგების აუცილებლობა უმრავლესობის აღარ აქვს. ააშენა სისტემა, რომელიც დგას ელექტორალურ მანიპულაციაზე და ამ ძალოვან სისტემებში დასაქმებულ უმრავლესად სამწუხაროდ უკვე ბანდიტებზე. და კრიმინალებზე. ამის გათვალისწინებით რას ეყრდნობა თქვენი ოპტიმიზმი? მეც გული მტკივა ამაზე, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან მცირეა. ეს არის 5000 ადამიანი, რომელიც იქცევა ისე როგორც იქცევა, რაც შევნახეთ, როდესაც 400-ზე მეტი ახალგაზრდა სასიკვდილოდ ცემეს, როგორ იქცეოდნენ და როგორ წამებაში და ეს არა ადამიანური მოპყრობის ქვეშ ამყოფებდნენ, ეს ამათი რაოდენობა არის ძალიან მცირე. რაც შეეხება საპროტესტო მუხს და საპროტესტო მასას ცუდი სიტყვა, სეგმენტს, რომელიც არის ქვეყანაში, არის ძალიან დიდი. ძალიან დიდი. ხარდამჭერები ყავს ოცნებას, განა არ აყავს. ახლა რომ ვთქვათ, მე და თქვენ რომ არ აყავს ხელისუფლებას ხარდამჭერები, სირაქლემას პოზიციაში უნდა ჩავიყენოთ საკუთარი თავი, მაგრამ იმუშავა ომიგინდათ თემამ, იმუშავა LGBT თემამ, იმუშავა ეკლესიის რაღაცა ტიპის რაღაც ცალკეული შეურაცხყოფების და რაღაცა ესეთი უდიერი გამონათქვამების. ეს მაგრად გამოიყენეს, ძალიან კარგად გამოიყენეს, ამუშავეს და კონსერვატიულად განწყობილი ამომრჩევლის რაღაც ნაწილი გულწრფელად უჭერს ხარ დღესაც ოცნებას. რა რაოდენობაა ვერ გეტყვით, მაგრამ გაცილებით დიდია საპროტესტო ელექტორატი და არსად არ წასულა მათი რაოდენობა. მე გეტყვით ახლა მაგალითი უბრალოდ შემიძლია მოგიყვანოთ. ბელარუსში, როდესაც გააყალბა ლუკაშენკომ არჩევნები, მაშინ დაახლოებით 500-მდე ადამიანი ცემეს იქაც სასიკვდილო, ზუსტად ისეთი ფორმებით და მეთოდებით, როგორც აქ, და ის აქციები დამთავრდა. შეწყდა ის აქციები 2 დღეში დამთავრდა, 3 დღეში. აქ მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით მცირე რიცხოვანი არის საქართველოს მოსახლეობა, იმ რაოდენობის თუ არა მეტი ადამიანი ცემეს და პროტესტი გაიზარდა. არაფერი აქ არ შემცირებულა და მე გეუბნებით, მე ნამდვილად არ მეგონა კიდე თუ საქართველოში იყო ასეთი დიდი პატრიოტიზმი, ასეთი დიდი მუხტი, ასეთი დიდი საკუთარი ქვეყნის რაღაცა მომავლის 168 დღეა დღეს, რაც 168 დღეა და ისე არ მინდა რომ გეტყვით ახლა დავამთავრებ ფრაზას. ხელისუფლებამ, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ევროინტეგრაციისკენ ნაბიჯი უნდა გადადგას, ცემს დემონსტრანტებს, რომლებიც ევროინტეგრაციას უჭერენ ხარს და შესანარჩუნოთ. ანუ მორალურადაც, სამართლებრივადაც, პოლიტიკურადაც, ქართულადაც, ყველანაირად მართლები არიან ის ხალხი, რომელიც ციხეებში ჩაყარეს და ნათელი ბავშვები, ნათელი ტექსტები, ნათელი გამოხედვა რა, იმათ ვენაცვალე რა, ისინი იზრდებიან. ბოლოს მინდა ეს კითხვა დაგისვა და ამი დავამთავრე ჩვენი საუბარი. სხვა შორის აი ამ პატიმრების მშობლების შეგვიძლია ვთქვათ, რომ
კრიტიკული ტონი იგრძნობა ბატონი გახარიას და პარტიის პოზიციის მიმართ. მათ შორის უკმაყოფილება იმის გამო, რომ რაღაც შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხდა თუ რა შესაქმე ეს არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ კომუნიკაციის ნაკლებობა რო არის ეს ფაქტია. ეს უკავშირდება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. მე კარგად მესმის, რომ პოლიტიკური პარტიები შეიძლება მკაფიოდ და მკვეთრად ყველა ერთნაირად ვერ იღებდეს გადაწყვეტილებას, მაგრამ თქვენი ხედვა როგორაა თავისთავად ამ საკითხთან მიმართებაში, იმიტომ რომ გარკვეული ბუნდოვანება გამოიწვია მათ შორის პარტიის ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერის განცხადებამ ჩვენ სტუდიაში, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მიიღებენ მონაწილეობას, შემდეგ ამას მოყვა დაზუსტებები, აი რა შეგიძლიათ ზოგად სურათს შემიძლია წარმოვადგინო და მოგახსენებთ როგორი ვითარებაც არის. არჩევნებში ბოიკოტის გამოცხადებაზე ადვილი არაფერი არ არის. გამოვაცხადებ, აი დღეს ვიტყვი, რომ ბოიკოტს უცხადებ, ავრღებულობ მონაწილეობას და ამ შემდეგ. და დამთავრდა რა, არაფერი მეტი გასაკეთებელი არა. ერთადერთი ბოიკოტი, გიორგი, რომელიც მე მახსოვს ეფექტური იყო 90 წლის გაზაფხულზე, როდესაც ეროვნულმა ფორუმმა, რომელიც ფილარმონიაში შეიკრიბა, ბოიკოტი გამოუცხადა მაშინ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებს და ხელისუფლებამ გადადო ის არჩევნები. 6 თვით გადადო საერთოდ, იმიტომ რომ თუ არაფორმალური პარტიები მაშინ იტყოდნენ, რომ ავრღებულობთ მონაწილეობას, არ წავიდოდა ამორჩეველი საერთოდ არჩევნებზე და დარჩებოდა ჩაშლილი ეს არჩევნები. სხვა იმდენი ბოიკოტი მაქვს ნანახი, არც ერთი ეფექტური ბოიკოტი მე არ მინახავს. ამიტომ ბოიკოტის მერე ვინც ამბობს, რომ ბოიკოტზე უნდა წავიდეთ, ბოიკოტის მერე რას თავაზობ ხალხს, ეს ძალიან ისეთი კითხვაა, რომელსაც არსებობის უფლება აქვს. იმიტომ რომ შენ ამბობ, რომ ადგილობრივ არჩევნებში, სადაც ზოგან ოპოზიციას უფრო მეტი საკრებულოს წევრი ყავს და რაღაც ბერკეტი აქვს რა, იმაზეც უარს ამბობ. ანუ ყველგან ამბობ უარს. მე არ ვამბობ იმას, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობის მიღება ეს არის ცალსახად რაღაცა პოზიტივის და შედეგის მომტანი. არ ვამბობ, მაგრამ შედეგებს რაღაცა ყოველგვარი დაძაბულობის, ნერვიულობის, ყვირილის და ერთმანეთის ყვედრების გარეშე არგუმენტები, რომელიც მის მხარდასაჭერად და მის საწინააღმდეგო ეთერებშიც უნდა ვილაპარაკოთ. რატო ამაზეა საუბარი, იმიტომ რომ ვიღაცას, ანუ დარჩა ესეთი დაბეჭდილება, რომ უკვე გადაწყვეტილება გაქვს მიღებული. გადაწყვეტილი, არაფერი არ არის გადაწყვეტილი. ის რომ ზუსტად ეს არგუმენტები აგვისტოში იქნება გადაწყვეტილება მიღებული. მანამდე, ეხა შეგახსენებთ ერთად პაპუაშვილი გამოვიდა 2 დღის წინ და თქვა ესეთი ფრაზა, მე ხა როგორც კი ჩამოვედი არ ვიყავი საქართველოში, ნახე ეს ფრაზა, რომ აი გეუბნებითო, რომ გახარია და ლელო გამალებული ემზადება თვითმმართველობის არჩევნებისთვის და თქვენ გიმალავენო. ანუ სურვილი რომ ოპოზიციურ სეგმენტში იყოს კიდე რაღაცა ასთა სხვადასხვაობა, ნებათაღელვა და დაძაბულობა ხელისუფლების მხრიდან ცალსახად ჩანს. ამიტომ ამ ხელისუფლების თამაშს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ შვიდადაც უნდა შეგვეძლოს ამ თემაზე ლაპარაკი. არაფერი ეს მოლოდინია რომ გადაწყვეტილება საერთო იქნება, თორე ესე გადაჭრით რამის. მოდი ახლა გიორგი, თქვენთან ადვილი ამ თემაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ მარტივ რამეს ვიტყვი რა. თბილისი რომ მოიგო, თბილისის 250,000 ხმა არის საჭირო. საპროტესტო აქციებზე ჯამურად 300,000 კაცზე მეტი არის თბილისში მარტო მისული. ამასო თუ ოპოზიცია მოახერხებს იმასო დაარწმუნებს დაუშვათ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებსო თბილისის მერის წართმევა დიდ ქალაქებში მერის წართმევა არის მნიშვნელოვანი და ამიტომ საერთო კანდიდატი უნდა იყოს, უნდა ასეთი რაღაცები თუ მოხერხდება. სამწუხაროდ არა ერთი აქვე გეტყვით მაშინ რომ ეს პირობებში თუ კი რა თქმა უნდა, ამიტომ ამას ჩემ ფრაზას თქვენ აგზელებთ, ხო? ჩემაგზელებთ, მაგრამ ამას ჭირდება თუ ესეთები თუს გარეშე რომ მიტყვის პარტია ჩვენ მაინც ვიღებთ მონაწილეობას. ეს თუები თუ გამოჩნდა რომ რაღაცა ტიპის თუები შესრულდა, ხო? მე შეიძლება იფიქრო იმაზე რომ ამ თუებზე ზეწოლა და შედეგის მიღება თავისთავად უკვე შედეგი არის, მაგრამ რა თქმა უნდა, ამიტომ ეს არის თემა, რომელზედაც მე ვფიქრობ რომ ახლა ზედმეტი დაძაბულობა ამდენი თვით ადრე არა, საერთოდ 2 თვე როცა რჩება არჩევნებამდე, მე მიიღება ამაზე გადაწყვეტილება ეს იქნება რაღაც ივლისის ბოლოს აგვისტოში. თუების უზრუნველყოფას 2 თვემდე რაღაცა მოქმედებები ჭირდება საერთოდ. რა თქმა უნდა. კარგი, ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, გავაგზავნებთ.